კეთებად მოგესალმებით. გამარჯობა კეთი. მამაკაცებისთვის ძალიან საჭირო როტო თემაზე, რომლებიც 40 წელს არიან გადაცილებულები. აი, ამაზე უნდა ვისაუბროთ. დიახ, თემა ფრიად აქტუალურია. კი ბატონო. საუბრობთ ესე იგი პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიაზე და მოდით განვმარტოთ არამედიკოსებისთვის, რას ნიშნავს ჰიპერპლაზია? ჰიპერპლაზია ნიშნავს გადიდებას. შესაბამისად ეს გადიდება არის არასიმსივნური გენეზის, თუმცა ის საკმაო პრობლემას უქმნის მამრობითი სქესის წარმომადგენლებს. ანუ რა ხდება, როდესაც თანდათან ხდება პროსტატის გადიდება, ის რა თქმა უნდა აწვება შარცადენს და იწყება მთელი კასკადი დისკომფორტისა და უსიამოვნო შეგრძნებების. და რა იწვევს აი ამ გადიდებას? რა იწვევს? ასაკი, რა თქმა უნდა. ესე იგი, ასაკის მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ხდება ჰორმონული ძვრები. ოხეს სიბერე. ოხეს სიბერე, რომელიც ყველაფერი მიმართულია იქეთკენ, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან, გახანგრძლივდეს და უშუალოდ ახალგაზრდობის პერიოდი, თუმცა, რა თქმა უნდა, გენეტიკურ განწყობასაც ვერ გავექცევით აქ, ისევე როგორც ასაკის მატებასთან ერთად სხვადასხვა სახის ჰორმონულ დარღვევას. თანამედროვე კვლევები ცხადყოფენ, რომ ასევე და უშუალოდ იგივე გულსიზარდვა სისტემის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ისევე როგორც ცხოვრების უმოძრაო წესი, პირობითად ჭარბი წონა, მეტაბოლიზმის სხვადასხვა ტიპის დარღვევა, აი ეს ყველაფერი ჯამში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს და უშუალოდ ამ პრობლემის, ასე ვთქვათ, წარმოჩენას და რაც შეეხება სიმპტომებს, შემდგომ უკვე, როდესაც ეს მთელი თაიგულია სახეზე, ეს შესაძლოა იყოს შარდვის გაძნელება, შესაძლოა იყოს ღამით მოშარდვის სურვილის გამო ხშირი გაღვიძება, რა, დისკომფორტი, შარდის შეკავების პრობლემაც შესაძლოა იყოს. ანუ ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მაგრამ ამაზე დაუშვათ ცოტა მოგვიანებით უკვე ჩვენს სპეციალისტთან ერთად ვისაუბრებთ. ასევე რაც სურს ხაზგასმით აღნიშნო, რომ ადამიანის ორგანიზმი უნდა განვიხილოთ როგორც ერთი მთლიანი. ასაკის მატებას, რა თქმა უნდა, თანძდევს, როცა მე ვახსენე მეტაბოლური დარღვევა და დაზიანება. შესაძლოა ეს იყოს პირობითად მამაკაცებისთვის რა არის ჩვეული? მუცლის წინა კედელზე ცხიმის დაგროვება, ეგრეთ წოდებული ვაშლისმიერი გაცხიმოვნება, ანუ ანდროიდული სიმსუქრე, ეგრეთ წოდებული ღიპი, რომელიც ესე იგი მუცლის წინა კედელზეა. ამასთანავე მუცლის წინა კედელზე აი ამ ღიპის, ასე ვთქვათ, განვითარება ხელს უწყობს რას? არტერიული წნევის ციფრების ცვალებადობას. იქ ირღვევა ცხიმოვანი ცვლა. არის ძალიან ბევრი ფაქტორი, რაც შემდგომ, რა თქმა უნდა, ჯამში ეს აისახება უკვე ტესტოსტერონზეც, მისასაკობრივ ცვლილებაზეც და ეს არის ერთი, მოდით ასე ვთქვათ, სისტემა, სადაც ეს კომპონენტები ერთმანეთთან არის ძალიან მჭიდროდ გადაჯაჭვული. ეს არ არის შეიძლება ცალკე დამოუკიდებლად მხოლოდ წონა, ან მეტაბოლიზმის დარღვევა, ან საშარდე სისტემის პრობლემა და ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ქმნის იმის წინაპირობას, რომ დროული ვიზიტი ექიმთან, ასევე ჩვენი საზოგადოების ინფორმირებულობა ამასთან დაკავშირებით უნდა ვამაყლოთ და უნდა ვიცოდეთ თუ რას მივაქციოთ ყურადღება და ამაში, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება ჩვენი სტუმარი, უროლოგი კახა ბარნოვი, რომელსაც მოვიწვევ სტუდიაში და მასთან ერთად განვაგრძნოთ უკვე ამ თემაზე საუბარი. კეთი, შენც მოგზანდი ჩვენთან გამარჯობა. მოგესალმებით, მოგზანდით. მოგესალმებით. როგორც მიყვარს ხოლმე გავგეგმეთ რა ხდება ჩვენს ზემოთ და ჩვენს ქვეყნით. მოგესალმებით და მოდით დავიწყოთ პირდაპირ ამ შეკითხვით, თუ რა არის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია? კეთილთვისებიანი სიტყვა მოგწონს ამას უკვე პირდაპირ. კარგია. დიახ. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენ ტელემოყურებელსაც. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, ანუ ადენომა არის, როგორც თვითონ სიტყვა იძახის, არაავთვისებიანი უკონტროლო ზრდა პროსტატული უჯრედების, რომელიც როთა განმავლობაში იწვევს, ასე ვთქვათ, კვანძების წარმოქმნას და აწვება ურეთრას საშარდე მილს. დიახ. იწვევს ობსტრუქციას, რომელიც შემდგომ იწვევს სხვადასხვა სახის შარდვით გართულებებს, ასე ვთქვათ, იქნება ეს ნაკადის დაქვეითება, გახშირებული შარდვა, ღამის შარდვა და ასე შემდეგ. საკმაოდ ხშირი დაავადება არის, როგორც თქვენ ახსენეთ. დიახ. მართლა ამასაკობრივი ჯგუფისთვის არის უფრო დამახასიათებელი, ხო? კი ბატონო. ესე ვთქვათ, მექანიზმი მისი ესეც ცნობილი ბოლომდე დადასტურებული არ არის თუ რის გამო ვითარდება ჰიპერპლაზია, თუმცა
აღსანიშნავი არის აქ ჰორმონული ფონი, როგორც თქვით, ოჯახური ანამნეზი, ანუ გენეტიკური განწყობა, ცხოვრების წესი, კვება, დიეტა და ასე შემდგომ. როდესაც გვესმის სიტყვა კეთილთვისებიანი, როგორც ჩემმა კოლეგამ ახსენა, რა უკვე კარგად ჟღერს, მაგრამ დაუშვათ ეს კეთილთვისებიანიც ქმნის სერიოზულ პრობლემას თუ დროულად არ მოხდა მიმართვიანობა ექიმთან ალბათ, არა? რა თქმა უნდა, თუ გავითვალისწინებთ პაციენტის, ასე ვთქვათ, ქცევის წესებს და განსაკუთრებით ქართველი პაციენტის მამაკაცის ძალიან ცუდად ეყინება ჩვენს სტომარს და ყველა ადამიანის შეფასება არის სუბიექტური. დიახ. ყველას გონია რაც უფრო დრო გადის, მაგალითად, ისე შარდავს, როგორც ახალგაზრდობაში შარდავდა. ეს შესაძლოა ყოველდღე ხედავ ამ პროცესს ვერ ამჩნევ, რამდენად ცუდდება ეს. დიახ. მაგრამ რო შეადარო 20 წლის მეს, ასე ვთქვათ, შენი ისა შეამჩნევ, რომ ძალიან განსხვავებული არის. სუბიექტური ანუ გახშირებულია ბევრად. კი, ანუ გახშირებულიც არის ნაკადიც იკლებს და ვითომ არ გაწუხებს, ასე ვთქვათ. მაგრამ რეალურად პრობლემას ქმნის. თვითონ პაციენტებიდან ხوان არის გამომდინარე, რომ ეუხერხულებათ ამ საკითხზე ექიმთან მოსვლა. კი აწუხებთ, მაგრამ ვითომ არ აწუხებთ ესეთი რაღაც ან შეიძლება არც იციან რომ უნდა მოვიდნენ, ესეც ხომ მნიშვნელოვანია. ხო, ან ბარიერია, ან მე არ მგონია რომ ინფორმაციული ბარიერი არსებობდეს და თქვენაც ახსენეთ ეს მორიდების მოიხსნა სხვათა შორის ადრე უფრო იყო, რომ ვთქვათ ექიმთან მისვლის ატომბაც ცხენია, მაგრამ პაციენტების ალბათ 5% დღემდე ცხენია, რომ ასე ვთქვათ, მივიდეს და თავის პრობლემებზე ისაუბროს, მაგრამ არა, მოდიან, უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ეს არის უკვე აი ბოლო სტადია, ბოლო მიმართვიანობა, როდესაც აი თუ შეიძლება რომ მანამდე უფრო სუბუქად აკონტროლო ეს სიმპტომატიკა და სუბუქად აკონტროლო პაციენტის მდგომარეობა, აქ უკვე აი ოპერაციის ტკიპზე ვარიან მისულები, რომ გადაწყვეტო ოპერაცია თუ არა ოპერაცია რა და ეს არის ცოტა პრობლემური საკითხი არის, მაგრამ ნუ მომართვიანობა არის, რა თქმა უნდა, უფრო მეტი შემეცნება არსებობს, მათ შორის მასაკოვან პაციენტებში უკვე ყველას აქვს სტომა ინტერნეტზე და ბევრი ინფორმაცია შეიძლება მოიპოვო შენსავე თავზე, ასე ვთქვათ რა და უფრო ადრე მიმართო ექიმს ვიდრე ადრე. იცით, მოშარდვის სპეციფიკასთან დაკავშირებით სურს ჩაგეციოთ. ჭავლით შარდავთ თუ არა? ესეთი შეკითხვა არის უროლოგის დაუშვათ აი ანამნეზის შეკრების ერთ-ერთი პუნქტი, ანუ შეკითხვა? კი, ჭავლით მოშარდოს ესე არა, უბრალოდ აი როგორი ნაკადი გაქვთ? აი ესეთი სუბიექტური შეკითხვა მოდის პირველად, რა, როგორ შარდავთ? დიახ. და ნუ პასუხი არის, რომ ან დაქვეითებული არის, ან ისე ვეღარ, ან გეუბნება პირდაპირ, რომ არა, ნაკადი კარგია. და კარგია რას ნიშნავს ამას ანუ კარგად ჩარდავს. კარგად ჩარდავს, დიახ. თვით აკმაყოფილი. თვითონ არის კმაყოფილი. მაგრამ გვაქვს სპეციალური აპარატი, რომელიც აი ჭავს და ნაკადს იკვლევს და შეიძლება ობიექტურად შეაფასო რეალურად რა მდგომარეობა აქვს. მოშარდვის შემდგომ ნარჩენი შარდის განცდის შეგრძნება არის ასეთი რამ? რა თქმა უნდა, არის ცრუ შეგრძნება, თითქოს რაღაც დაგჭა მოშარდვის შემდგომ. არის მართლა რჩება შემთხვევაში. აღსანიშნავი ის არის, რომ ნარჩენი შარდად მიიჩნევა 100 მილილიტრი და მეტი, როდესაც პაციენტს მოშარდვის შემდგომ 100 მილილიტრი რჩება შარდის ბუჩქი ჯერ. რომელია პრობლემური, ცრუ თუ მართალი დარჩენა? ორივე პრობლემური არის, მაგრამ უფრო მწლავე ალბათ რეალურად რჩება რა, იმიტომ რომ შემდგომში იწვევს შარდის ბუჩქის ელასტიურობის დაკარგვას და წნევა აღარ იქნება შარდის ბუჩქში. ბატონ კახა, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ სიმპტომებზე, ხო, თქვათ აი მაგალითად შარდვა, როგორი მოშარდვა, რა განსხვავებაა, თქვათ აი პროსტატის ჰიპერპლაზიასა და სამწუხაროდ მამაკაცებში ასევე ძალიან ხშირ ონკოლოგიურ დაავადებას შორის, პროსტატის კიბოს შორის, სიმპტომების კუთხით გულისხმობ. საწყის ეტაპზე არანაირი. ანუ ერთი და იგივე სიმპტომატიკა აქვს რაც კეთილთვისებიანს, ასევე ავთვისებიანს. უფრო მეტსაც გეტყვით, რომ ავთვისებიანი, პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე საწყის ეტაპზე საერთოდ უსიმპტომატურია. და როდესაც რაღაცა პირველადი გამოვლინება აქვს პაციენტს, არის საკმაოდ პროგრესირებული უკვე. თუმცა არსებობს ანუ იმიტომ არის ასეთი ვერაგი ზოგადად ეს დაავადება ძალიან ყველა ორგანოში. ვერაგი დაავადება არის ავთვისებიანობის თვალსაზრისით ახლა ადამიანმა როგორ შეიძლება რომ აირჩიო თქვათ რომ აი პროსტატა ერთ-ერთი კეთილსაიმედო სიმსივნე არის ავთვისებიანი სიმსივნე მაგ იმიტომ რომ თუ თავის დროზე აღმოაჩენს სწორ დიაგნოზს დასვა უკუნალებ სულად განკურნებადია.
აი ახლა იმაზე ვისაუბროთ, რაც თქვი რომ ქართული მამაკაცებიო და რა ის რა ვქო, ალკოჰოლთან დაკავშირებით, წყლის ზოგადად მიღებასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გითხრათ, ანუ კვებასთან დაკავშირებით ეს თუ მოქმედებს აი ამ თემებზე საერთოდ. ასაკი გავიგეთ, ამის გარდა. მოწევა. მოწევა, ხო. ალკოჰოლი, მოწევა, კოფეინი, მთელი ბუკეტია. კარგი ცხოვრება. არ მიიჩნევა რომ კარგი არის ასე ვთქვათ ზოგადი ჯანმრთელობისთვის. კეთილთვისებიანი, როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებაში ამ დიეტას და ალკოჰოლის მიღებას ერთ-ერთი მთავარი როლი უჭირავს. თან გასათვალისწინებელი ფაქტი ის არის, რომ ვთქვათ, არა მარტო პროსტატის დაავადებისთვის, არამედ ვთქვათ, აი შარტკენჭოვანი დაავადება, რო ამიყოთ ენდემური ქვეყანა ვართ. ჩვენთან არის ასე ვთქვათ ზომიერი ტროპიკული ჰავა, არის სიცხე და გაუწყლობის საკითხი ჩვენთან მწვავედ დგას ყოველთვის რა. საკვებსაც შეეხება ჩვენი ნაციონალური კერძები ყოველთვის სავსე არის ასე ვთქვათ პურინებით, აი შარდმჟავა, ცხიმით, ქოლესტერინით. მარილიანიც ხო პრობლემაა. კი, რა თქმა უნდა, ზედმეტად მარილიანი. სამზარეულოში. კი, აი მარილიანს რო ვჭამთ, მაგალითად თევზს და ლუდს მივაყოლებთ. მე ხო კარგი ჭავლი გვაქვს. ჭავლი გაქვთ იმიტომ რეალურად. სხვათა შორის ხო ერთ-ერთი მითი ხო არსებობს, აი კენჭი თუ გაქვს ბევრი ლუდი უნდა გადავას გონიათ ადამიანებს რომ ეს ლუდი არის სამკურნალო საშუალება, ანუ თუ დალევ ლუდს, კენჭი აღარ გექნება, არა, უბრალოდ მარილიანს ოდესაც მივირთმევ და ზედ ლუდს დააყოლებ, გაქვს ფორსირებული დიურეზი, ასე ვთქვათ. შენი თირკმელი იმაზე მეტ და უფრო სწრაფად გამოიმუშავებ შარტს, ვიდრე საჭიროა და ამიტომაც არის რომ გაქვს კარგი. და ერთი შეკითხვა არის თუ არა, ესეც მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია, რომელ ალკოჰოლზე იტყვით, აი რომელი უფრო ცუდია? კონკრეტულად პროსტატისთვის. აი მაგალითად ღვინო. ხო, მე მესმის რომ ესაც შეკითხებს როსო, ანუ გვაინტერესებს ყველას ახლა მამრებს ეგრე. მაღალ პროცენტული ალკოჰოლი, როგორც არის თქვა, სპირტიანებსაც ვეზახით იქნება ეს კონიაკი, ბრენდი, ვისკი, ტეკილა და ასე შემდგომ, უფრო მავნებელი არის ორგანიზმისთვის. რაც 40, ხო, 40% და ზევითკენ მიიჩნევა რომ მაინც და მაინც სასურველი არ არის. მაგრამ ზაფხულში რაც ლუდი ისმება, ეს ნორმალურია, ეს რაოდენობა? რაოდენობას გააჩნია ადამიანს გააჩნია რაოდენობას ეს ხო ასე ვთქვათ ორი ვარიანტი არის ან ლუდს იმიტოს რომ ზაფხულში გაგრილდე ან იმიტოს რომ დაათვრე და გააჩნია ისთვის იცით და მაინტერესებს შესაძლოა ვთქვათ რომ დაუშვათ ღამე გახშირებული შარდვა ეს არის ერთ-ერთი პირველი ნიშანი იმისა რომ რაღაცა რიგზე არ არის და უნდა მივმართოთ უროლოგს აუცილებლად უბრალოდ რამოდენიმე გასათვალისწინებელი ფაქტი არსებობს მათ ღამით ჩარდვა შეიძლება აწუხებდეს ნებისმიერ ადამიანს თუ ძილის წინ კარგად ჭამა ღამე აყენებს მაგრამ აქ არის საუბარი როდესაც ადამიანი ნორმალურ პირობებში იღებს სიცხეს საკვებს თუმცა ღამე მაინც დგება მოსაშარდავად და მოშარდული პორციები არის მცირე როგორც წესი თვითონ პაციენტს შეგრძნება აქვს რომ სავსე აქვს შარდის ბუშტი უბრალოდ მიდის ტუალეტში და მოდის ალბათ 50-60 მინუტი ცოტა და რომ დაწובה რამოდენიმე ხანში ისევ ეღვიძება და ისევ მიდის ტუალეტში. აი ეს არის პირველი ესე ვთქვათ სიმპტომი, რაც აგზნობინებს ადამიანს რაღაც ისე არ არის და ცხოვრების ხარისხის დაქვეითება ზუსტად აი ამის. როგორ შეიძლება ანუ წინასწარ ასაკი ვიცით რომ ანუ 40 გადაცილებულ ადამიანებს ეხება და აი ამისი მონიტორინგი როგორ შეიძლება ან რა სიხშირით უნდა გაიგეთო ანუ ეს ეკოსკოპიურად ნახულობთ ამ პრობლემას და თუ ნახულობთ ეკოსკოპიურად ანუ წელიწადში რა ვიცი ორჯერ უნდა წავიდეთ თუ აი რას ურჩევდით მაგალითად რომ ეს პრევენცია მოხდეს ამ დაავადების და ასევე მე მგონი გახშირდა ძალიან საკუთარი ინიციატივით პროსტატა სპეციფიური ანტიგენის შემოწმება მამაკაცებში. რამდენად ეს თქვენთვის მისაღებია, რომ უკვე მზა შედეგით მოვიდეს თქვენთან და უშუალოდ სკრინინგს ამით ატარებთ თუ არა? PSA ტესტი. PSA პროსტატ სპეციფიკური ანტიგენი. მოკლედ რომელიც ესე არა ცნობილი უფრო მეტად PCA. ესე ამბობენ ძირითადად PCA. კი ბატონო. პირველი ნაწილი ხო, კითხვის პირველი ნაწილიც არის მამაკაცმა და არა მარტო მამაკაცმა ქალბატონებაც ანუ უნდა მიმართოს ექიმს იმ შემთხვევაში თუ საერთოდ არაფერი არ აწუხებს. რა თქმა უნდა. არსებობს რიგი დაავადებებისა, რიგი ავთვისებიანი დაავადებებისა, რომლის სკრინინგი არის საქართველოში და საერთაშორისოდ მიღებული არის, როგორც ვთქვათ, ნაწლავის სიმსივნის საშუალოს, ყელის, მკერდის და ასე შემდეგ. გვაქვს პროსტატის კიბოს სკრინინგიც.
ნებისმიერი მამაკაცი 45 წლის შემდგომ წელიწადში ერთხელ იკეთებს PSA-ს. თუ მაგალითად აქვს გენეტიკური განწყობა სისხლის დახმარებას მაგალითად მამას ან ბაბუას ან შემდგომ აქვს ან პროსტატის ავტვისებიანი სიმსივნე იწყებს 40 წლიდან. დიახ. ახლა საქართველოში კეთდება პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი. აქ ერთი ძალიან გასათვალისწინებელი ფაქტი არსებობს. რა არის თვითონ ეს ნივთიერება? ცილა არის, რომელსაც პროსტატა გამოიმუშავებს. თუმცა ეს არ არის ჭეშმარიტი ონკოლოგიური მარკერი, ეს არის ასე ვთქვათ ბიომარკერი. იმიტომ რომ პროსტატის სპეციფიური ანტიგენი იმატებს მწვავე ანთების დროს, ქრონიკული ანთების დროს, ადენომის დროს. მათ შორის სქესობრივი კონტაქტის შემდგომ. ანუ შესაძლოა იყოს სრუდადებითად მომატებული სხვა დაავადებების დროს. ტესტები როა ნებისმიერი იგივე COVID-ზე რო იყო და შეიძლება რომ არ ყოფილიყო ნამდვილი, რაღაც ესეთი ვარიანტი ალბათ ხო, ნამდვილობა რომ შეიძლება არ დადასტურებულიყო სხვა რაღაც ვითარების გამო. COVID-ის ასე ვთქვათ PCR ტესტთან მიმართებაში უფრო ნაკლები მგზნობელობა აქვს PSA-ს, მაგიტომაც ყოველთვის მოუწოდებთ ჩვენ პაციენტებს რომ თუ ოდნავ მაინც რაღაცა ეჭვი არსებობს, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ავტვისებიანი სიმსივნე, PSA-სთან ერთად აუცილებლად უნდა გამოიყენო მაღალტექნოლოგიური კვლევა, როგორც არის მაგალითად მინჯის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია და ასე შემდგომ. იმიტომ რომ ერთიანი სურათი უკვე გაძლევს შესაძლებლობას. ანუ ეხოსკოპიას გადავახდით საერთოდ, ანუ ეხოსკოპია სამწუხაროდ პროსტატის სიმსივნე ავთვისებიანი არა, მაგას ვერ გააკეთოს, მაგრამ ფორმით რაღაც ან გადიდებას ან რაღაცას აი ამას ვამოქრო. აი ამის პრევენცია რომ მოხდეს, ანუ ადრეულ ეტაპზე. კი ბატონო, ეგ რუტინული კვლევა, როგორც შარდის საერთო ანალიზი, როგორც კრეტინის კვლევა, ეს რუტინული კვლევა არის. უბრალოდ აქ საუბარი მქონდა აი ავთვისებიანი სიმსივნის. ერთი შეკითხვა მაქვს ცხოვრების წესზე სხვადასხვა ფაქტორები ვთქვით და ერთი არის აი მჯდომარე ცხოვრების წესი ქეთიმ შესავალში თქვა. თქვათ ხშირად რო უწევს ადამიანს სამსახურიდან გამოდერა ჯდომა, მე ამას ემატება რომ პირდაპირ მანქანაში გადაჭდება. ან ძღოლია და პირიქით მანქანაში დიდხანს ის, მე კიდე აქ სიცხე ემატება ზაფხულს და აი ეს ყველა გარემო პირობებით. და მეორე ნაწილი, მარიკა, შენი შეკითხვის თუ შეიძლება დავამატებ, ასევე ზაფხულის სეზონია, როდესაც ხდება პირობითად წყლიდან ამოსვლა და აი ამ სველი, ასე ვთქვათ, საცვალით, ამით გაშრობა, გარუჯვა მზეზე, აი დაუშვათ ეს ყოველივე რა კავშირშია ამასთან, თუ არის. პირველი ნაწილი პირდაპირ კავშირში არის sedentary life, ანუ ჯდომითი ცხოვრება, ვისაც აქვს, გაცილებით უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება, რომ განუვითარდეს არა მარტო ჰიპერპლაზია, მათ შორის ჰემოროიდული დაავადება და ასე შემდგომ. და რეკომენდებულიც არის, რომ თქვა, თუ მთელი დღე ზიხარ, ნახევარი საათი გაიარო, გამოიარო, ასე თქვა, ეს ყველაფერი ცირკულაციას. დღეში ნახევარი საათი. მინიმუმ ნახევარი საათი, იმიტომ რომ ეხა ექიმისთვისაც საკმაოდ ჯდომითი არის, როდესაც ამბულატორიაში ხარ, მთელი დღე ფაქტობრივად ზიხარ. ის გინაზღაურებსოს თქვა სტაციონარში თუ ქირურგი ხარ, ადიხარ ოპერაციებზე, დგას ქირურგი და ვაკეთებთ ოპერაციებს და მაინც უფრო ტონუსში ვართ. ბევრი ის არის პროფესია ეგეთი, რომელიც აი მთელი დღე მოითხოვს და მათ შორის აი როგორც სამსახურის მოჭმერი მანქანაში ხა თბილისის საცობში. ხო და ხა ზღვაზეც გვეკრძალება, ანუ აი ეს შეკითხვა იყო. არა, ეხა შეგვაშრა ქალებს ხშირად ეკითხები ხომ ქალებს პროვოცირებს სამწუხაროდ ეს ოდნავ ჰიპოთერმიას. კი, ანატომიური თავისებურების თვალსაზრისით თქვა ქალებში ბაქტერიის შეღწევა საკმაოდ მარტივად ხდება. აი რაღაცა ორი აზრი არსებობს მამაკაცებთან მიმართებაში რა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის რომ ზამთრის პერიოდში მაგალითად აი სიცივეში მომიწია ყოფნა, ფეხი გამიცივდა, ცივზე ვიჯექი და რამოდენიმე ასე ვთქვათ დღის შემდგომ ეწყებათ უცნაური ტკივილი შარდის ბუშტის არეში გახშირებული შარდა, ასე რომ აი ჰიპოთერმია აპროვოცირებს, უბრალოდ აი პირდაპირ კავშირში არის მამაკაცებში ვთქვათ საცვლის დასველება და შეიძლება დააპროვოციროს მოკლედ. შესაძლოა. ესეც ინდივიდუალურია. ვერ გეტყვით რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეგ, მაგრამ კავშირშია. კურნალობის მეთოდს რომ არ შევეხოთ, ისე ვერ დავასრულებთ, მე ვფიქრობ ჩვენს გადაცემას. აი რაც შეეხება თანამედროვე ესეთი კურნალობის რაიმე მეთოდი თუ არსებობს. უროლოგია არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგი დღესდღეობით. ის საბედნიეროდ იმდენად დიდი ნახტომი გააკეთა უროლოგიამ, რომ ჩვენ თვითონაც გვიგვიშ ასე ვთქვათ. არსებობს მრავალი საშუალება დაწყებული უბრალო ასე ვთქვათ დიაგნოსტიკიდან დამთავრებული უდიდესი ქირურგიული ჩარევა. და მე ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველოში უროლოგია ნამდვილად დგას
თავის საფეხურზე. მოწოდების სიმაღლეზე. კი. ეს უკვე რამოდენიმე წელიწადია ასე არის. გვაქვს სხვადასხვა კლინიკას, სხვადასხვა ქალაქში აქვს ულტრათანამედროვე ტექნოლოგია, ვთქვათ, გააკეთო ოპერაცია, გააკეთო ენდოსკოპია, გააკეთო კენჭის დაშლა და ასე შემდეგ, ასე რომ კურნალობის მეთოდებში ნამდვილად არ ვართ შეზღუდულები, მთავარია ერთადერთი, რასაც ყოველთვის პაციენტს და პოტენციურ პაციენტს ვეუბნები, რომ არასდროს არ უნდა უარყოს თავისი რაღაცა ოდნავ. და თვითმკურნალობით არ უნდა დაკავდეს. თვითმკურნალობა. აი ეს ძალიან როგორც დავიწყეთ ისე გადავრჩენილობთ მეგობრებო. უმესი მადლობა. ეს ძალიან კარგია. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ძალიან დიდი მადლობა. საჭირო ინფორმაცია. საქართველოს მედიცინა ფეხ და ფეხ მიხვება მთელ მსოფლიოს ახალ ტრენდებს და ტენდენციებს ამ კუთხითაც და უღრმესი მადლობა, ქეთი ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს ეთერში რეკლამის